ვარკეთილში სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა ავტოსადგომზე მიკროავტობუსი გაიტაცეს და 5 ავტომობილი დაამტვრიეს. ინფორმაცია მთავარს თვითმხილველებმა მიაწოდეს. ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად ისევ კახა კალაძეს წარადგენს. ინფორმაცია კობახიძემ დღევანდელ განცხადებაში ფაქტობრივად დაადასტურა. მე ვიცი რომ კახა კალაძეს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები შემდეგი 4 წლისთვის. დარწმუნებულია რომ 4 წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული. ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. 2024 წელს თიანეთში ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ფსიქოტროპული პრეპარატი ამოიღო. დაკავებულია 2 პირი. იტალიაში ქალაქ ბოლცანოში მაღაზიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. პაკისტანში სასკოლო ავტობუსზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ბავშვი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს გუმბათის პროექტი დაამტკიცა, რომელიც ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ანალოგია.